გამარჯობათ, მე ვარ ყველაფერი ატუას თავარი ადმინისტრატორი კიო და ამ ვიდეოში მე თქვენ გასწავლით საიტზე ტოპ მოხმარებლის გაკეთება. ეს იყო თხოვნა საიტზე ითხოვდა კახა რომ გვესწავლებინა აიაგე და მე მას თოვნას აუცილებლად თავისუფლებ. Ჯერ გვინდა ჩვენი საიტის სამართავი პანელი და სანამ ჩვენ გაკეთებას დავუწყებდეთ, მინდა რომ რაღაც გითხრათ. ანუ ეს არის ჩემებული ვერსია, ეს ტოპ უსერის გაკეთება. ანუ ვინმე თუ დაამატებს სიახლეებს ბევრს, ის ვერ მოხდება, ანუ თქვენ უნდა ჩასვათ, ანუ დავიწყოთ. ახლა შევიდეთ და აგიხსნით. შევიდეთ ინფორმერში. აიაგერ main page-ში informer დავაჭიროთ create informer დავწეროთ აქ top user და აქეთ select-ს წერია მივუთითოთ user მე აქ 10-ის მაგივრად ჩავწეროთ 1 create informer template დავაჭიროთ და აქ რაც ყველაფერი წავშალოთ შემდეგ visual editors და მოვზიოვნოთ ჩვენი მოხმარებლები. ანუ ვინც კიდე რომ მოხდეს. მაგალითად დავაკოპიროთ ის სურათი, მოხმარებლის სურათი და ჩავსვათ აი აქ. სურათი რომ არის image-ში insert. აი ესე. ეხლა ისე აი შევიდეთ და alignment რომ წერია დავაჭიროთ left. Okay. ეხლა ჩვენ შევიდეთ აი ამ ადამიანთან და დავაკოპიროთ აი ეს ლინკი. დავაკოპიროთ და ჩავსვათ. ანუ სურათ დავაჭიროთ hyperlink-ში ჩავსვათ. blank insert და გვერდზე დავწეროთ ქართულად სახელი და აქ ჩაწერთ ამ ადამიანის სახელს. ესე ანუ როგორც თქვენ გინდათ აქ რასაც გინდა იმას დაწერთ მე ჩამოვხვალთ ისევ. ეხლა მეორე სურათს ჩასვავთ და ესე შემდეგ save აქაც დავასეივოთ და აი ეს დავაკოპიროთ მე ანუ როგორც რეკლამის დროს ვაკეთებთ. გადავიდეთ საიტზე. ჩავთოთ კონსტრუქტორი. დავამატოთ ბლოკი და HTML-ში ჩავსვათ ეს ცვლილების შენახვა. აი დაყენდა. ანუ მე ახლა რო ვაჭერ სურათზე არ შედის, იმიტომ რომ ანუ template რო დააწვევით, შემდეგ ჯერ hyperlink-ში ჩასვით ის ლინკი, ხოლო მე დააწვით image და აქ მე მივუთითეთ left. და სულ ეგ იქნება. და თუ რამეს ვერ გაიგებთ, დატოვეთ კომენტარებში.